ყოველდღიურ ქაოსში გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ საკუთარი თავი. დავკარგავთ გარშემო არსებული სილამაზის თუ საინტერესო ელემენტების აღქმის უნარს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური მექანიზმი განტვირთვაა. იმისათვის, რომ ბუნებად შეიგრძნოთ და ექსტრემალური თავგადასავლებიც გამოსცადოთ, საერთოდ არ არის საჭირო დედაქალაქიდან გახვიდეთ. ახლა ვიმყოფებით თბილისის ყველაზე გრძელ, კუსტვის 1200 მეტრიან ზიპლაინზე, რომელიც წუთნახევრის განმავლობაში საშუალებას გვაძლევს თბილისის ამ ულამაზესი ხედებით დავტკბეთ. თბილისში ამ ეტაპზე მხოლოდ 2 კუსტვის 1200 მეტრიან და ბოტანიკურ ბაღში არსებულ 280 მეტრიან ზიპლაინებს შეხვდებით, რომლებზეც მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, რაც უფრო იზრდება ზიპლაინის პოპულარობა. სტატისტიკის მიხედვით ვიტყოდი, რომ ბოტანიკური ბაღის ზიპლაინის შემთხვევაში 90% უცხოელი სარგებლობს და კუსტვის ზიპლაინის შემთხვევაში საშუალოდ 30-70-ია მაჩვენებელი უცხოელების სასარგებლოდ. I enjoyed a lot the experience. ძალიან ვისიამოვნე ამ გამოცდილებით. ეს იყო ნამდვილად უსაფრთხო და სახალისო. საოცარი შეგრძნებაა. აქ პირველად არ ვარ. ბოლო ვიზიტისას ისე მომეწონა, ახლა მეგობარი ჩამოვიყვანე, რომ გამეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე თბილისში ყოფნისას. ინტერესოა თუ გიფიქრიათ, რომ თბილის ფრონტის ფრთების შექმნაც კი შეუძლიათ. პარაპლანის ხსენებისას ყველას სამთო კურორტები ახსენდება, მაგრამ აქ თბილისის ზღვაზე შეგიძლიათ ეს გამოცდილება მიიღოთ. სასტარტო მოედანი ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს და მასპინძლობს როგორც პროფესიონალ პილოტებს, ისე მოსწავლეებსაც. ფრენის სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრს შეადგენს და საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში გრძელდება. ერთადერთი საუკეთესო ლოკაცია არის მოსწავლეებისთვის, ანუ პირველი ნაბიჯისთვის, ძალიან ბევრს აქვს სურვილი ფრენის და ჩვენთან როგორც კი მოვა და ერთხელ დასინჯავს, მიახლოებით 70% რჩება, რომ ისწავლოს და იფრინოს დამოუკიდებლად. დეკემბრამდე ვარჯიშობ ხოლმე, თუმცა თუ ამინდები არის, მთელი სეზონი შეგვიძლია ვივარჯიშოთ. ბავშვობაში ალბათ ყველას გვიოცნებია, რომ ჩიტი ყოფილიყავით, სადღაც გვეფრინა, ფრთები ქონოდა და ეხლა შეგიძლია ეს ყველაფერი რეალობად აქციო და მართლა იფრინო, მართლა შენი ფრთები ქონდეს და ეს იყო ყველაზე საუკეთესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რაც კი მიმიღია. სწავლის ეტაპი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თვითონ გამოცდილი ინსტრუქტორები ყავს. შეგრძნებები არის საოცარი, ძალიან მაგარი და ალბათ ვფიქრობ, რომ სიცოცხლეში ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ეს გზნობა რა არის პარაპლანის ფრენა. მართალია, ხმელეთზე დაბრუნება ცოტა უცნაური ფორმით გრძელდება, მაგრამ ახლა დროა თბილისის ოფროუდ კარტინგები გამოვცადოთ. 550 მეტრიანი ტრეკი ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის არის შექმნილი. ადგილზე დაგვხვდებათ 6 მინიბაგი, რომელთა მართვის მინიმალური ასაკი 6 წელია. ერთი სესია 8 წუთის განმავლობაში გრძელდება. მონაწილე კი ამ დროში დაახლოებით 7 კილომეტრის დაფარვას ახერხებს. თბილისში მსგავსი სივრცე პირველია, საუბარია მინიბაგებით გოუკარტ ტიპის გრუნტიან გზაზე ბოლის გამოცდილების თვალსაზრისით. ქართველების მხრიდან უფრო მაღალია დაინტერესება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უცხოელები ვერ იგებენ ჩვენ შესახებ, მოდიან. განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება, როცა თბილისში წვიმს და უამინდობაა, შესაბამისად ვაპირებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ვიყოთ ღია მომხმარებლებისთვის და მივიღოთ ისინი. ახლო მომავალში გეგმავთ, რომ დავამატოთ უგზოობასა და უსწორმასწორო გზებზე ბაგით გადაადგილების, ასე ვთქვათ, შემსწავლელი კურსები, ცხადია გამოცდილი ინსტრუქტორების ჩართულობით. ბოლო წლების განმავლობაში თბილისში მსგავსი ტიპის გასართობი სივრცეების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც ქალაქს კიდევ უფრო საინტერესოს და ტურისტულად მიმზიდველს ხდის. ხოლო ჩვენ საშუალებას გვაძლევს განვიტვირთოთ და სამუშაო სივრცეში ახალი ენერგიით დავბრუნდეთ.